გასაგებია რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, ხო? ალეკო ელისაშვილს ჩვენ რატო უწოდებ პოლიტპატიმარს, ხო? იმიტომ რომ მის დამი არსებობს პოლიტიკური ინტერესი. პოლიტიკური ინტერესი ხელისუფლებას აქვს და შესაბამისად ესეთ შემთხვევებში ნებისმიერი ადამიანი დანაშაული რომც ჰქონდეს ჩადენილი ითვლება პოლიტპატიმრად. ეხლა გასაგებია რომ მან დააშავა რაღაცა, გასაგებია რომ რაღაც სასჯელი მას ეკუთვნოდა, მაგრამ ეხლა ტერორიზმზე საუბარი, რა თქმა უნდა, სრული აბსურდია. ხო, ძალიან ბევრი ადამიანი ელისაშვილის 13 წლიან პატიმრობას მამუკა მდინარაძის რევანშს უწოდებს. დღეს ძალიან საინტერესოა. არის იცით, მე ეხლა აი ესეთი მითოლოგიებია. ეხლა კი გასაგებია რომ მდინარაძეს რაღაცა ინტერესი შეიძლება ქონოდა, მაგრამ მდინარაძეს არ აქვს იმის ძალა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები მიაღებინოს ვიღაცას, ხო? იმიტომ რომ ესეთი ტიპის გადაწყვეტილებებს როგორც წესი ერთი ადამიანი იღებს, შეიძლება მან მდინარაძეს რაღაცა 100 ამონა ამით და რაღაცა გადაუწყვიტა, მაგრამ ეხლა მდინარაძეს ნუ დავაკისრებთ ჩვენ პასუხისგებლობას, ხო? გასაგებია მას თავის წილი აქვს, მაგრამ პასუხისგებელი ამ თემაზე ისევე როგორც ნებისმიერ სხვაზე არის ერთ-ერთი ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენთან ხო არ არის რაღაც პოლიტიკური სტრუქტურა, ხო? ჩვენთან არის ერთპიროვნული მმართველობა, მეცაც გეტყვით ესე რომ მონოთეისტური სექტაა, ერთი ღმერთით და ღმერთის ჯის მხოლოდ სხვას დასჯის უფლება არ აქვს, ღმერთის ჯის და ღმერთი აღაზევებს, ხო? ასე რომ კი ბატონო შეიძლება ილოცვა მაშინ როგორ ახსნით თქვენ გააძლიერა და ღმერთმა ესე რომ თქვა გადმოუგდო ელისაშვილის თავი შეიძლება კი ბატონო ხო ვის რა სჭირდებოდა ელისაშვილის თავი მსხვერპლად მაშინ ასეთი მსხვერპლ შეწირვა წაადგება თუ არა თვითონ ივანიშვილის ხელისუფლებას ასე შევხედოთ ამ საკითხს ნუ რა არის ისეთ აი მოვლენების ლოგიკას თუ დავაკვირდებით აქ ეხლა ცალკეულ ეპიზოდებზე ხო საუბარი აზრს კარგავს ჯობია რომ ჩვენ დიდ სურათში დავინახოთ რა ხდება მთლიანობაში. მთლიანობაში ხდება ძალიან მარტივი რაღაცა, ხელისუფალი აშენებს რუსული ტიპის ეგრეთ წოდებულ სუვერენულ დემოკრატიულ მოდელს, რომელიც რეალურად ავტოკრატიაა, მაგრამ ნუ რუსეთში ეძახიან სუვერენულ დემოკრატიას და ესენიც ეთყობა მაგას ეძახიან. რაც გულისხმობს რას, რომ უნდა იყოს ესე რომ ვთქვათ, ერთი დომინანტური პარტია მუდმივად და უნდა იყვნენ მისი სატელიტი ოპოზიციური პარტიები, ანუ ფასადური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დაკმაყოფილდებიან რომლებსაც რაღაც ბოსტანს მოუზომავენ, იმით დაკმაყოფილდებიან და ითამაშებენ ოპოზიციონერობანას. ეს არის სტრატეგიული მიზანი, რომ აი ეს მოდელი დაამკვიდრონ ქვეყანაში. ამ მოდელის დამკვიდრებას რამდენიმე რაღაც ჭირდება, ხო? პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში და პოლიტიკურ პერსონებთან მიმართებაში წნეხი უნდა განხორციელდეს, ვინც არ დათანხმდება ამ თამაშის წესებს, ხო? ის უნდა გაუშვან ან ციხეში, ან უნდა გააქციონ ქვეყნიდან, ხო? იმისათვის, რომ ეს მოდელი ჩამოყალიბდეს. საზოგადოებაში პარალელურად უნდა შემოიტანონ შიშის, ესე რომ ვთქვათ, შიში უნდა დანერგონ, დაამკვიდრონ. და პრინციპში აი ეს ესე რომ ვთქვათ, გაბერილი სასჯელი, წარმოუდგენელი სასჯელი ტერორიზმის მუხლით. ეს მე მგონი პირველი პატიმარია საქართველოში პოლიტპატიმარი ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ედავებიან ტერორიზმს და ტერორისტული აქტი ამ დროს არ ჩადენილა. და მაშინ როცა იქ სადაც ტერორისტული აქტები არის ჩადენილი, მაგალითად გივით არგამაძის შემთხვევაში, ხო, ის ადამიანები თავისუფლებია. კი ბატონო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთან მართლმსაჯულება ხო კანონის შესაბამისად არ მუშაობს, თქვენ ახლა კანონს მიყვებით და კანონის მიხედვით ხსნით სიტუაციას, ხო, მაგრამ ჩვენთან ხო პოლიტიზირებულია ეს მართლმსაჯულება, ანუ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. ეგერ პარლამენტარს თავპირი დაალეწეს, მაგრამ პასუხისგებლობა არ არის. მაშინ, როდესაც მზეამაღლობელი ციხეში ზის შეურაცხყოფაზე, ესე რომ ვთქვათ, ქალური სილის გაწვნაზე, ხო? და მამაკაცი ყოველთვის იმსახურებს პირდაპირ გეტყვით სილის წარმოუდგენელი პასუხი იყო ქართული ოცნების მხრიდან
გიორგი გახარიას პარტიის წევრმა ორსულობის ტესტი თუ ცნობა წარმოადგენს. ამას ამბობს იმ პოლიტიკური ძალის ლიდერი და უმრავლესობის ლიდერი, რომლებიც ამბობენ, რომ ოპოზიცია ტრადიციას და ქართველობას გვაკარგინებსო და ამ დროს გამოდის და ღია განცხადებას აკეთებს არ სხვადასხვა არხებთან. ეს არის ტრადიციული უტიფრო, ყველაფერთან ერთად ესენი ხო უტიფრები არიან, არც იუმორის გრძნობა არ აქვთ, ხო, გაუნათლებლები არიან, ხეპრეები არიან რა და ეხა ხეპრეს მეტი არ მოეთხოვება რა. რაც აქვს ინტელექტი იმ დონის იუმორს მიმართავს, ხო? მორალისგან და ზნეობისგან აბსოლუტურად დაცლის. ესეთი ადამიანები არიან, იქ სხვანაირები არც დარჩენ. აი სხვანაირად რომ მოიქცენ იქ მყოფი ადამიანები, ის უნდა გაგიკვირდეთ, თორე ესე რომ იქცევიან, ეს სულაც არის გასაკვირი. აი ვისაც მოეთხოვება ეს ხომ სასამართლო და მოსამართლე მაინც არის. სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება ლიდერების საქმეზე გავაგრძელოთ მსჯელობა, რომ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის შესახებ პროცესები კვირაში ორჯერ გამართოს, რაც ქართული მართლმსაჯულების პრაქტიკაში მით უმეტეს როცა ვიცით რომ გადატვირთულია სასამართლოები და ამ ეს გვესმის უკვე 12 წელია, საქმის უჩვეულო აჩქარებაზე მიუთითებს ეს ყველაფერი. დაცვის მხარის შეფასებით ეს კეთდება განაჩენის სწრაფად გამოსატანად, რათა პოლიტიკოსებს საარჩევნო საზოგადოებრივი აქტივობისთვის დრო არ დარჩეს. გიჩნდებათ თუ არა ამ შემთხვევაში თქვენ განცდა, რომ რაღაცისთვის ემზადება ქართული ოცნება და დაიჭერს თუ არა პოლიტიკოსებს? თავისი დედლაინი აქვს იმათ, ხო? თავისი დედლაინი აქვს, აი მე რაც გითხარით, იმ ლოგიკაშია ეს ყველაფერი რა. იმ ლოგიკაშია ყველაფერი, ეხა ვინც დათანხმდება ამ თამაშის წესებზე, ისინი ესე ფიქრობენ. ეხლა რა გამოუვათ ეს მეორე თემა, იმიტომ რომ საზოგადოებაში წინააღმდეგობის ფრონტი ხო შეიძლება გაიშალოს, შეიძლება არ გაიშალოს. ისინი ძალაზე რეაგირებენ, ძალას რო ხედავენ, რეაგირებენ და უკან იხევენ. მაგრამ მათი გეგმა ძალიან მარტივია, ხო, რომ დედლაინი აქვს რა, ზაფხულის ბოლომდე და აგვისტოში მოგეხსენებათ პოლიტიკური აქტივობა არის ძალიან დაბალი. უნდათ რომ ეს ყველაფერი დაამთავრონ და ანუ სუვერენული დემოკრატიის დამყარების პროცესი დაასრულონ რა. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატების და თავად ბრალდებულების განცხადებით საქმეში რეალური მტკიცებულებები არ არსებობს. მაგალითად, მოწმის სახით მტკიცებულება უნდა არსებობდეს ჟესტიკულაცია წერია, ციტირებას ვახდენ, ჟესტიკულაციას მიყვება მოსამართლე და პროკურორია ცუდად იკურებოდა. იღიმებოდა მაგალითად ვაშაძე იღიმებოდაო და თუ რაღაც ზალადობის წინააღმდეგი იყო რა აღიმებდა. ანუ აი ამ აბსურდთან გვაქვს საქმე, ეხა წარმოუდგენელია რა, ეხლა წარმოუდგენელია, იქ ზოგიერთი ისეთი პერსონა, ეხლა თქვენත් აღიხსენეთ ბადრი ჯაფარიძე ხო, წესიერების და ესე რო ვთქვათ, იმის მორიდების ფორმულა და სიმშვიდის, ხო? დიახ. თორე ეხლა ნუ საერთოდ რაზე უნდა ისე ყველასთვის ყველაფერი ცხადია, ეხლა ჩვენ ამაზე რომ საუბრობთ, ხო, უკვე ყველაფერი ნათქვამია, ეხლა რაღა უნდა ვთქვათ ახალი, ხო? აქ მთავარი არის რომ კაპიტალიზაცია აი ამ დიდი პროტესტის რომელიც ჩაბუდებულია ხალხში და ჩვენ მგონია რომ ხალხი ეხა კოცურად არის განწყობილი ხალხი არ არის კოცურად განწყობილი თქვენ გონიათ ხალხს მართლა ჯერა deep state-ის ან მეორე ფრონტის ან რამე არა უბრალოდ ისინი არიან კონფორმისტულ გარსში არიან ნუ სამწუხაროდ კონფორმიზმი დამახასიათებელია ჩვენთვის ხო თავს იტყუებენ, იმიტომ რომ ალტერნატივას ვერ ხედავენ ძალას, ალტერნატულ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი დაამარცხოს ეს ხელისუფლება. პრობლემა ამ პარტიების მარტო ხელისუფლების აი ეს განუკითხაობა კი არ არის. პრობლემა ამ პარტიების ის არის, რომ ვერ მოახერხეს ამ კონფორმისტული მდგომარეობიდან ადამიანების გამოყვანა. არ იმუშავეს ხო სათანადოდ ხალხთან და ზოგიერთი პოლიტიკოსი დღეს აცხადებს რომ მე რა ვინც გამოყვება ვინც არა და კარგად იყოსო ხო რაც ფატალური შეცდომაა პოლიტიკაში ძალა არის ხალხში პარტიებში არ არის ძალა ამ შეცდომას უშვებენ მუდმივად აი პარტიების აკრძალვაზეც უნდა გადავიდეთ მანამდე საზოგადოებაში მიდის მსჯელობა და დისკუსია იმასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნების სასამართლო მურუსიძის ივანიშვილის სასამართლო გადაწყვეტს დაიჭიროს ეს
პოლიტიკური ლიდერები უნდა ჩაჯდნენ თუ არა ისინი ციხეში, თუ ჯობია, როგორც გიორგი გახარია, წავიდნენ ქვეყნიდან და თუნდაც დისტანციიდან შეძლონ საპროტესტო ტალღის გაძლიერება ამ ქვეყანაში. მე აი კატეგორიული არ ვიქნები, ხო? ჩემთვის ორივე გზა პატივსაცემია და მე არც ერთ გზას არ გავაკრიტიკებ, ხო? ეხლა არსებობს ესეთი დისიდენტური პოლიტიკა, ხო? დისიდენტური პოლიტიკური მსოფლმხედველობა არსებობს, როდესაც ადამიანი შეგნებულად მიდის ციხეში და რაღაც გრძელ ვადაში ამით რაღაც ავტორიტეტს მოიპოვებს და როდესაც ვითარება იცვლება და ამ შემდეგ, ხო? ეს პატივსაცემია. თქვენი აზრით, აი ამ აზრს აქვს რეჟიმის უფრო სწრაფად ჩამოშლის პერსპექტივა? არა, ეს არის ძალიან გრძელი გზა. ჩემთვის პირადად, ხო, მე უფრო პრაქტიკული პოლიტიკის ესე რომ მიმდევარი ვარ. პრაქტიკული თუ პრაგმატული? თუ ერთი და იგივეა ამ შემთხვევაში. პრაქტიკული პოლიტიკა დღეს რო აკეთებ პოლიტიკას დღეს რო რაღაც ნაბიჯებს გააკეთებ. რეალ პოლიტიკას. ციხეში რომ მიდიხარ, ანუ ციხეში შენ უკვე ელოდები გარეთ რომ რაღაცა შეიცვლება და ციხიდან გამოგიყვანა და მე რაღაცას გააკეთებ, ხო? ანუ აქტიური ვეღარ ხარ. უცხოეთში წასვლა შენ რაღაცა რესურსს, რაღაცა სივრცეს პოლიტიკის კეთებისას გიტოვებს, ხო? იქ შექმნი გარკვეულ პლატფორმას საჭიროების მომენტში, ესე რომ ვთქვათ, ოღონდ კონტეინერით არა, ხო, რაღაცა ერთვები პროცესში და ამ შემდეგ. მე მაინც აი პრაქტიკული პოლიტიკის გაგებით, ხო, მგონია რომ წასვლა ამ ეტაპზე, ხო, თუ ხა მოსაოდნელია დაპატიმრება, ბევრად უფრო ეფექტურია, რატო? იმიტომ რომ ეს პროცესი ძალიან დიდხანს ვერ გაიწელება. ეხლა გრძელვადიან დისიდენტურ საკანში შესვლა, ხო? ჩემის აზრით, უბრალოდ ამ ბრძოლას რესურსს აკლებს, მეტი არაფერი არ ხდება, ხო? და გარეთ რო გადიხარ, თავისუფალი ხარ, რაღაცას გააკეთებ, ბოლო-ბოლო საზოგადოებასთან კომუნიკაცია დღევანდელ სამყაროში გარედანაც შესაძლებელია, ხო? ეხლა მე ტელევიზიით ვერთვები, ეხლა თქვენ რა იცით, თბილისში ვარ თუ პარიზში ვარ, ხო არ იცით არა? რა მნიშვნელობა აქვს? ასე რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებები მაგის გარკვევა იმ შემთხვევაში თუ დაპატიმრების ვერდიქტი იქნება გამოტანილი, პრობლემა არ უნდა იყოს. უბრალოდ რა პრობლემა იქნება? ჩართავთ რა თქვენ, ესენი რა ვერდიქტს გამოიტანენ, რა პრობლემა? აი შეგიძლიათ პარალელი გაავლოთ. კანონი მიიღო, რომ ძებნილები ტელევიზიით არ ჩართოთ, არ ვიცი, არ გამორიცხოთ, რომ ეს აბსურდია. კი ბატონო, არ გამორიცხოთ, რომ ეს აბსურდიც იქნება მიღებული ქართული ოცნების მხრიდან. ბატონო, აი შეგიძლიათ პარალელი გაავლოთ, მაგალითად მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ყოფნას, იქედან ლიდერობასა და ახლა ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის აქტივობას შორის. ეს რამდენად ეფექტური ან შედეგიანი აღმოჩნდა თქვათ მისი პარტიისთვის ან საერთო ოპოზიციური ბრძოლის. უფრო ძლიერი იყო, როდესაც უკრაინაში იყო, ხო, თავის პარტიასაც ეხმარებოდა, არც კომუნიკაციის დეფიციტი არ ქონდა, არაფერი, ნუ მან ფატალური შეცდომა დაუშვა, ეხლა თვითონაც აღიარა, ხო, რომ შეცდომა შეიყვანეს. აი მაგალითად ნავალნის რუსეთში დაბრუნებასთან თუ შეიძლება ამ შემთხვევაში პარალელი გავავლოთ. ნუ ეხლა პარალელებს რო თავი გავანებოთ, ხო შეცდომებია, მოკლედ, ეს ყველაფერი შეცდომებია, ხო, ეხლა ნავალნის ანუ ციხეში ჩაჯდომა შეცდომა იქნება ამის თქმა გსურთ. ბიჭო, საპატივცემლო იქნება, მაგრამ ეს არის დისიდენტური პოლიტიკა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ხო? სოლჟენიცინის პატიმრობამ რუსეთს შედეგი არ მოუტანა, მხოლოდ საბჭოთა კავშირის რღვევა მოიტანა. დისიდენტობის ხანა, ეს საბჭოთა კავშირის ხანა, წინა საუკუნის 60-იანი, 70-იანი, 80-იანი წლები, ეს გასაგებია, პატივსაცემია. ეს იძლევა მხოლოდ piradi გმირობის მაგალითებს გვაძლევს, ხო? ხალხის გამოფხიზლებისთვის ჩაჯდომას უფრო გულისხმობს. ნუ ეხლა ხალხის გამოფხიზლება ხდება ხალხთან მუშაობით. ციხეში ჩაჯდომას ხალხისთვის აქვს უფრო კი ერთის მხრივ გასაგებია რომ პატივს გცემენ, გმირად მიაჩნი ხარ და ასე შემდეგ, მაგრამ ხალხი ითრგუნება, იმიტომ რომ ამის რესურსიც აღარ დაგვრჩაო, როგორც ოპოზიცია ამბობს, გულისხმობს მატერიალურ რესურსს უფრო ვიდრე ენერგიას და რა ვიცი, რა გითხრათ, ხო? ეხლა
პოლიტიკა საერთოდ კაცრი საქმიანობაა, ხო? თავადაც ხომ თქვით, რომ საზოგადოება კონფორმისტული აღმოჩნდაო, ბატონო. გასაგებია, მაგრამ თვით გადარჩენაზე არის გადასული. საზოგადოება ყოველთვის კონფორმისტი იქნება, თუ მას არ გაუჩნდება ალტერნატივა. და დღეს საზოგადოება თავის კონფორმიზმის იმით ამართლებს, რომ კი არ მომწონს ეს ხელისუფლება, მაგრამ აქეთ ვინ არიან, რა ვქნა, ხო? ეს და კომუნიკაცია კიდე ამ კონფორმისტული გარსი, რომ ვიღაცამ უნდა გაარღვიოს ლიდერმა. აი მიშამ როცა როგორც გააკეთა რა 2003 წელს. თქვენ რა გონიათ 2002-2003 წლებში ბევრად უფრო უარესი კონფორმისტული საზოგადოება ყავდა კორუფციაში ბოლომდე კორუფციის ჭაობში ჩაფლული საზოგადოება მაგრამ მაშინ ეს ინფრასტრუქტურულად ქვეყანა და სახელმწიფო იყო failed state, ხო? ეხლა რა გონიათ ესენი რეალურად ძლიერები გონიათ? არაფერი არ არის ეს ხელისუფლება ძლიერები. ნებისმიერი რეჟიმი თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ძალიან სუსტ ფეხებზე დგას, ხო? დომინოს როგორც კი ის ცოტა მოირყევა, დომინოს პრინციპით იწყებს რღვევას. უბრალოდ საჭიროა. მაგრამ შევარდნაძე არ იყო მაშინ არც რუსეთის მოკავშირე და თავისი არასწორი, კორუფციული, არადემოკრატიული პოლიტიკით დასავლეთის მოკავშირეც არ იყო, ასე გამოდის. მე არ ვამბობ, რომ მე არავისთან არ ვადარებ. გასაგებია, რომ დღეს რეჟიმი უფრო მონოლითურად გამოიყურება, ვიდრე მაშინ გამოიყურება. დგას რუსულ ტერორზე გასაგები რა ვქნათ, აი თქვენ რა არის კოპირებით საქართველოში ძალაუფლების პოლიტიკა რა არის, იცით? გასაგებია, რომ ამოცანა რთულია, კაცო. მე იმას ხوار ვადვირია. ბევრად უფრო სასტიკია ქართული ოცნება, ვიდრე გავიგე, მაგრამ ბიჭო, პოლიტიკა ესეა, შეუნდა იპოვო გზები რა. დიდი ბოდიში, აი ხა პროტესტი დღეს არის ტოტალური. აი ეს კონფორმისტებიც კი აპროტესტებენ სამზარეულოებში ჭუჭყუნებენ და აი შემდეგ. ხო, მაგრამ რაც არ უნდა ძლიერი არმია გყავდეს, სარდლობა თუ არ ეყოლა ამ არმიას, ხო, რანაირად უნდა მოიგო ომი, მსოფლიო ომების ისტორიაში ეგეთი რაღაცა არ არის. და სარდლობაზე ჩვენი პოლიტიკური კლასი ფაქტობრივად თვითონ ამბობს უარს, ხო? სარდალს პატივს უნდა სცემდეს არმია, იმედი უნდა კონდეს, სარდალს გენერალური გეგმა უნდა კონდეს ომის, ხო? რომელსაც გააცნობს არმიას და არმია ამას ირწმუნებს. ეს სამუშაო ვინმე შეასრულა? გარდა იმისა, რომ ივანიშვილი ცუდიაო, გაიგო ამ ხალხმა, რომ ივანიშვილი ცუდია, კაცო. ეს ხალხი ეკითხება, შენ ვინ ახარ, მოდი დამელაპარაკე, გამაგებინე რა. ბატონ გია, მოდით პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე პარალელურად მიმდინარე პროცესებს ვილაპარაკოთ. რამდენად რეალისტურია საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ამ მასშტაბის სარჩელის დაკმაყოფილება და საზოგადოებას აბერკეტი რჩება ხელში? ისეთ სიგიჟეში არიან ესენი წასულები, რომ ყველაფერი შესაძლებელია რა. მე გითხარით, რომ ყველაფერი მიდის, დაჭერა კი არ არის, ან გაუქმება კი არ არის თვითმიზანი. მიზანი არის სუვერენული დემოკრატიის დამყარება. არავინ ფეხებში აღარ უნდა ებლანდებოდეთ, მოკლედ. არა სისტემურ ოპოზიციას დაარქმევენ ყველა იმას, ვინც ამათ არ ემორჩილება. აი როგორც ნავალნის პარტიას დაარქვეს, რეგისტრაციასაც გაუქმებენ, ყველაფერზე წავლენ. სანამ ან არ დაიმორჩილებენ, ან არ გაუქმებენ, ან ქვეყნის გარეთ არ გააძევებენ, ან არ დაიჭერენ, ხო? ეს არის გეგმა. ეს არის გეგმა. ამ გეგმის განხორციელებას რას დაჭირდება? ყველაფერს გააკეთებენ, თუ კიდევ ერთხელ ამბობ ამ საზოგადოებამ ამათი გაკვეჭვა ვერ მოახერხა რა. და კიდევ ერთი ბატონ გიას ჩემი ბოლო კითხვა იქნება დასავლეთის რეაქციაზე და ნაბიჯებზე. რა კონკრეტული ბერკეტები რჩება? სანქციები, ფინანსური დახმარებების შეჩერება, რა რჩება დასავლელ პარტნიორებს ხელში, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანაში ერთ არაფერი, ეხლა დასავლეთი თვითონ ხო არ წარმართავს ჩვენთან პოლიტიკურ პროცესს, ხო? ან რუსეთისავით ინტერვენციას ხო არ დაიწყებს, ხო? დასავლეთი არ თამაშობს ამ არაცივილიზებული თამაშის წესებით, ხო? მას რა ბერკეტებიც აქვს, იმას გამოიყენებს. სანქციები, შეზღუდვები, ურთიერთობის, ესე რომ ვთქვათ, ძალიან დაბალ დონეზე ჩამოყვანა. ამისთვის სჭირდება ეს პოლიტიკური ტყვეები, ბაზარის გამართვა, ეს ვაჭრობის თემა ეს კიდე ცალკე თემა. ხო. დასავლეთი არის ბუსტერი, ხო? დასავლეთს შეუძლია მხოლოდ დაეხმაროს შიგა პოლიტიკურ პროცესს. იმისათვის, რომ დასავლეთის აი ეს ქმედებები, მათი ინსტრუმენტები ეფექტური გახდეს, შიგა პოლიტიკური პროცესი უნდა გაცოცხლდეს. ვინ უნდა გააკეთოს ეს?
ეს უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა. გასაგებია. და პოლიტიკოსები 1000 მიზეზზე ილაპარაკებენ, რატომ ვერ აკეთებენ ამას? ანუ ამ შემთხვევაში ივანიშვილის ვაჭრობასაც ნაკლები შანსი ექნება და ნაკლები ფასი. რა თქმა უნდა, დიდი ბოდიში, მაგრამ საკუთარი ყველა მათი ეთერი ოპოზიციონერების საკუთარი სისუსტის დემონსტრირებით მთავრდება. და ხალხს მარტო ის კი არ უნდა ვინ მოწონს და ვინ არ მოწონს, კაცო. ხალხს ძალაც უნდა, ძალა უნდა აჩვენო რა. ბიჭო, ძალას ემხრობა და ძალის დემონსტრაციის მაგ წუწუნით არიან მარტო დაკავებული რა. გასაგებია. ხო, მოწუწუნე არ უნდა, კი ბატონო, მომწონ ხარ, ვიღაცა პოლიტიკოსი, კარგი ბიჭი ხარ, ჭკვიანი ხარ, კარგად ლაპარაკობ, მაგრამ არაფერი არ შეგიძლია და დამთავრებულია რა.